მეფე და მისი შვილი. იყო ერთი მეფე, ძალიან მდიდარი, სამართლიანი და მოწყალე. როდესაც დაბერდა, მეფობა თავის ერთადერთ ვაჟს გადააბარა და უთხრა: ჩემო შვილო, ახლა ჩემს მაგივრად შენ უნდა იმეფო. ოღონდ სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს ალაროს ხელს ნუახლებ. ხოლო როცა მოვკვდები, ეს ფული გლახაკებს დაურიგე ჩემი სულის მოსახსენიებლადო. შეუდგა შვილი მეფობას. ისეთი სამართლიანი და მოწყალე გამოდგა, მამა ყველას დაავიწყა. რიგიანად უძღვებოდა სამეფოს, მაგრამ ერთი ახირებული ჩვეულება ჰქონდა. დღისით ცხენზე არ ჯდებოდა, ხოლო ღამით შეჯდებოდა ხოლმე და გზის გასანათებელ ლამპარს წინ კი არა, უკან წაიმზღვარებდა ხოლმე. ყველას უკვირდა მეფის ასეთი საქციელი, მაგრამ შეკითხვას ვერავინ უბედავდა. ერთ დღეს მამა მიკითხა: როგორ მეფობს ჩემი შვილიო? ყველამ შეუქო შვილის მეფობა. ღამღამობით სიარული და ლამპრის უკან მიდევნებაც მოახსენეს. მამა მიხმო შვილი და ჰკითხა: შვილო, შენი მეფობის ამბავი, შენი დიდება და ქება ყველგან მესმის. ოღონდ ერთი რამ ვერ გავიგე. თუ ღამით სიარული გიყვარს, უკან მიდევნებას განაარჯობია ლამპარი წინ წაიმზღვარო? ეს ყველა საოცებსო. შვილმა მოახსენა: აქამდე ვერ შემოგკადრე, ასე იმიტომ ვიქცეოდი, რომ თქვენთვის მინდოდა დამენახვებინა, რომ უმჯობესია სალაროც და სიკეთეც თქვენსავე სიცოცხლეში წინ წაიმზღვაროთ და გლახაკებს უბოძოთ, თორემ სიკვდილის შემდეგ გაცემული უკან მიდევნებული ლამპარივით უსარგებლო იქნებაო. მეფეს ძალიან მოეწონა შვილის ასეთი კეთილგონიერება. მაშინვე გახსნა თავისი სალარო და ყველაფერი უხვად გასცა. შვილს მადლობაც გადაუხადა და უთხრა: მართალი ხარ შვილო, სიკეთე მოსასწრების საქმეა. სიცოცხლეშივე ბევრი კეთილი საქმის გაკეთება უნდა მოვასწროთო.